მოგესალმებით ხალხო. დიდი ხანია ეს სტანდარტულად არ დაგვიწყია ვიდეო. მე ვარ ლუკა, ეს არის სάβა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვყავს და გვაინტერესებს ლიტერატურა. ვარადა ის სტარტი მოფიქრებული მქონდა, სანამ დავიწყებთ რაღაცებს და როგორ მომწონდა და სტარტი აღარ მოგეგეთ. ჩაიხოდე. არა, სტარტი უცებ გამახსენდა ის რომ ეგეთ სტარტი აღარ ვწყობ. ხო, ეს არის რაღაცა განსაკუთრებული ვიდეო. ეს და კიდე Q&A კითხვა და პასუხი დაიდება. ეს ვიდეო ეხება იმ წიგნებს, რომლებიც 2025 წელს წავიკითხეთ და იდეაში ჩვენი 2025 წლის შეჯამება. მაგრამ სანამ წიგნებზე გადავალთ, მინდა რომ უცებ არხთან დაკავშირებული ამბები შევაჯამოთ რა. YouTube-ზე 820 გამომწერს გავცდით, ეხლა არის 29 დეკემბერი 2 იანვარს დაიდება ეს ვიდეო წესი და მაინც მაგმონაცემებით ხონძგონოთ. Facebook-ზე საკმაოდ ბევრია 2800, Instagram-ზეც 700 რაღაცა და TikTok-ზე 1500 ლამის. მაგრამ ეგ მნიშვნელოვანი არა, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან კარგი ხალხი ხართ და ძალიან გაგვიხარდა თქვენთან კომუნიკაცია და ესეთი კარგი დამოკიდებულება რო გვაქვს, კი თუ რაღაცებსაც წერენ და კი ერთმანეთს ეჩხუბებიან კომენტარებში ვიღაცეები, მაგრამ ეგეც ასე მომსაკითხავია, იმიტომ რომ ვერთობით რა. და კაია, მოკლედ. მადლობა რომ ჩვენთან ხართ, მადლობა რომ გვისმენთ და ბედნიერი ახალი წელი გილოცავთ, 10 უკვე იყო ახალი წელი და გილოცავთ. რადიო მაუწყებლობასავით შევედით. სხვათა შორის გამომივიდო და ჩემი აზრით. ის გვინდათ. მილოცავ შენზე დავიწყოთ. გილოცავთ ხალხო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წიგნებზე, რომელიც 2025 წელს დავიკითხეთ. ზოგი არის ისეთი წინა წელს რო წავიკითხე და მაპატიე ხო აქვე. მე სხვა შორის ძალიან პროდუქტიული 2025 მქონდა და ცუდით დავიწყებ, იმიტომ რომ მე ყველა კაი მოდის. წელს წავიკითხე ბენჰარდი. არ ვიცნობდი აქამდე ბენჰარდს. სამი წიგნი წავიკითხე ბენჰარდის. ეს არის ძველი ოსტატები, ის ორი აღარ წამოვიღე და მეზარი. ძველი ოსტატები, დაღმამავალი წავიკითხე და ტყის ჩეხა. არც ერთი არ მომეწონა მაქსამიდან. დაღმამავალის თარგმანი გაიტანეს საბაზე, მაგრამ არ ვიცი რა ქნა მოიგოთ წავაგო, მაგრამ არ ვიცი. რომელი ადგილი არის, არ ვიცი. შენ ის მითხარი რატო არ მოგეწონა? არ მომეწონა, იმიტომ რომ ვერ გავიგე საერთოდ ვერაფერი რაც ეწერა. ანუ კი გავიგე და იქ ყველაზე კარგად დაღმამავალი გავიგე რაც ეწერა, მაგრამ ავი მნიშვნელოვანი ძვრა ჩემს პიროვნულობაში ვერ მოახდინა წიგნი. ეს ხუმრობი ცხადია, თვითონ ამბავი ნაკლებად მომეწონა, ამბის გადმოცემის სტილის ნაკლებად მომეწონა და მერითიც ყველაზე მეტად ვერთობი ლიტერატურის კითხვისას და ეს არის ინტერპრეტაციები. ეს ინტერპრეტაციების საშუალება დედათ ტექსტმა არ მომცა რა. მაგიტომ ერთ-ერთი ტექსტი, აი ყველაზე მეტი ინტერპრეტაცია დაღმამავალში შევძელი და ფსიქოლოგიური ელემენტები სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მან და ერთი მაგითი გავერთე კითხვის პროცესში რა. მეტი ვერაფერი ვერ ყავ წიგნს რომ მოვჭი, მეორე თუ მესამე დღეს აღარ ვფიქრობდი მაგ წიგნზე და ეგ ძალიან იშვიათია მე ჩემ შემთხვევაში რა. აი რა დადებით კომენტარს გააკეთებდით ბენჰარდს? ცუდი, ეხლა ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი რა. ბენჰარდი არის რაღაცნაირი დოსტოევსკი რა. ანუ ცოტა უფრო უარაში დოსტოევსკი. წერის თვალსაზრისით დოსტოევსკი ბევრად ჯობია ბენჰარდს. წერის თვალსაზრისით. და ანუ იგივე რაღაცები წერია თითქმის რაც დოსტოევსკისთან. უბრალოდ ნაკლებად მაგარია რა. ანუ შენამობრო დემო ვერსია უფრო. ხო რა, დემოდან გამოწერილი დოსტოევსკი. აუ, კაი ძალიან ცუდია. მაგრამ არის რაღაც დადებითები რა. მემზადები. არის რაღაცები. მე ხო იცი არა, პირიქით მე ჰეითი უფრო გაძლიერებს. აი. ერთი დადებითი რაც არის ის რომ ძალიან კარგი მუსიკოსი გამეცნო, უბრალოდ სახელი დამავიწყდა აწი დაღმამავალში. და ერთი ან წიგნიდან რაც დამრჩა იყო ეგ მუსიკა. ან მთელი ერთი ორი კვირა ვუსმენდი იმ ტიპს. სახელი აღარ მაქვს. რანაირად დამავიწყდა. რეკომენდაციას გავუწევდი თუ არა, რომელიმე წიგნის მაქვს. არა, რეკომენდაციას არც ერთს არ უწევ აქ. მაქსიმუმ დაღმამავალი ეგეც კლასიკური ლიტერატურა თუ მოგწონთ. და ბავშვობაში 12 წლები თუ 9 წლები და დამთავრებული მარტო მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ გავუგებთ რა. მე არ მაგ დამთავრებული და ვერაფერი ვერ გავუგებ. რეკომენდაცია არა. მე ის არის, მან ხო ორი არის, ან მუსიკაზე შეყავ ან ცეკვაზე და მე ცეკვაზე შემიყვანეს. მე არც ერთი. ხო, შენ ბედნიერი კაცი ხარ საკუთარ. აი, ეხლა მე ვიტყვი. აგერ პარი მინდოს წიგნი. ეს არის აი გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომა, რომელიც იყო ერთ-ერთი არ ვიცი, ალბათ საუკეთესო წიგნი იყო, რაც წელს წავიდა. ალბათ ხო, ალბათ ეგრე. წიგნი არის ტოტალიტარულ რეჟიმზე, უბრალოდ იმდენად განსხვავებული თხრობა, იმდენად უცნაური სიუჟეტია და ისე რაღაცნაირად იკითხება, რომ არასდროს არ გტოვებს რა. ანუ აი მაგალითად 1984 რო წაიკითხავ, ვა, დიდი ძმა გიყურებს, კაია, ის რაღაცა, ანუ ძალიან მაგრადაა აღწერილი, უბრალოდ ტოტალიტარულ ლიტერატურაში ალბათ პატრიარქის შემოდგომა არის მინიმუმ მეორე წიგნია რა, ვაცის ნადირწულის ხო.
ანუ იმდენად მომეწონა, რომ აბსოლუტურ რეკომენდაციას უწევ. მით უმეტეს თანამედროვეობაში, მით უმეტეს დღეს არის იდეალური რომანი იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ საკუთარი თავი და ის თუ სად ცხოვრობთ რა. იმიტომ რომ სამხრეთ ამერიკის კონტექსტი ხო ზოგადად ძალიან გავს ჩვენსაც და ეს ახლა ახალი არ მithქვი არაფერი, იმიტომ რომ ხასიათითაც ბევრი მსგავსება გვაქვს, ბევრი საერთო და თან იქ ახლა ისეთი პოლიტიკური კონტექსტია, რომ ხშირად ხდება რევოლუციები, ხშირად ერთი დიქტატორი მეორეს ცვლის და ეს ციკლი, რაც სამხრეთ ამერიკელებს აქვთ დიქტატორებზე და ტოტალიტარებზე, მაქედან ერთ-ერთი გამორჩეული ის არის, რა ქვია, ნაწარმოები ძალიან ვისიამოვნე რა, ანუ აი სიღრმის თვალსაზრისით ძალიან ვისიამოვნე და კიდევ ერთხელ 10-დან 10 მოკლედ რა. არ მეყვარს ესე ქულებით ახლა შეფასება, მაგრამ 10-დან 10. აი პატრიარქის შემოდგომაზე გეთანხმები, რომ ეგეც წიგნი აქვს. ხო, კი ბატონო. ჩემი ჯერია? შენი ჯერია. მე ჩემს საყვარელ კაცს უნდა შევეხო ეხლა. გისმენთ. ეს ვინ არის? ეს უნდა გადავშალო. რა არის ეს მოიცა ბიბლიოთეკიდან გაქვს წამოვიდა. არა, სხვა ჯერ ორლარად ვიყიდე ეს წიგნი. უცებ გ ავალიანის წიგნებიდან აწერია და უცებ მეგონა ზ ავალიანი და მეთქი კარგი გისმენთ. ეს ორლარად ვიყიდე დიდუბის მეტროსთან. ბიჭო, დიდუბის მეტროსთან და ეს პატარა საიდუმლოს გაგიზარებს რა. დიდი ავტობუსი ჩემ-ჩემური გაქვს ყოველას, მაგრამ маინც ანუ რეალურად ძალიან კაი წიგნები იშვება. დიდუბის მეტრო და რო ამოდიხარ, პირდაპირ მიდიხარ. აი 30 გაჩერება ხო, აქეთ სადგურში ამოდიხარ. ხო. დიდუბიდან. ხო, მეთქი იქეთ სასწაულს. ხო, მან და არის წიგნები ალაგია ხოლმე გარეთ. ხო, არა. ორლარად ყიდის ადამიანი, აი ეს ვიყიდე ორლარად. ეს არის პროსპერ მერიმეს შალმეცხრის ქრონიკა რა. და კიდე აქ არის კარმენი და აქ არის მოთხრობები პროსპერ მერიმეს. მე ძალიან მიყვარს პროსპერ მერიმე. უიდე და მე ძალიან მიყვარს პროსპერ მერიმე, მაგის პერსონაჟები სიგიჟემდე მიყვარს და ეგორი ტექსტი შალმეცხრის ქრონიკა და კარმენი წავიკითხე წელს. ორივეს უწევ რეკომენდაციას, აი შალმეცხრის ქრონიკის ამბავი, შალმეცხრის მეფობის ქრონიკა ქვია იდეაში. აი მაგ ამბავმა როგორც მომხიბლა რა. ეს არის იდეაში საფრანგეთის 1500 რომელიც წელი არ ვიცი მან დრო რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ბასტილი რა რიშიღამია მან მე ხო ისტორია არ ვიცი. ეს არის რა ქვია მან. ხო პროტესტანტებს და კათოლიკებს დაპირისპირება რაც არის მაგ ამბავს იღებს და არც თუ ისე მნიშვნელოვან ადამიანებს ისტორიულადაც და ისეც ეპოქაში ათამაშებს რა და ნუ პირველი მახასიათებლების გამოვლინება და ყველაფერი პროსპერ მერიმეს როგორ კარგად გამოდის პერსონაჟების გადათამაშება აი ეგრე კარგად იშვიათად გამოსდის ვიღაცას და ეს ტექსტის და კარმენის მაგაზია მე და აქვე ამაყად შემიძლია ვთქვა რომ კარმენზე მაგარი ქალი იშვიათად წამიკითხავს ალბათ წელს საუკეთესო ქალი პერსონაჟი იყო რომლის შესახებაც წამიკითხავს და ორივეს 10-დან 10 რეკომენდაცია აი ერთი სიტყვით რომ მიპასუხო რატო უნდა წაიკითხონ ეს წიგნი რომელიც შარლ მეცხრე იყოს მაგალითად თუ უყვართ არა ერთი სიტყვით მეთქი ხა ნუ არ გუწესებს აუ საგონებელს ჩა ლამაზია აი მე სხვა ვერ ვახასიათებს მაგრამ წიგნებს რა გავაკეთო მოვიდა დრო რომ ისე მოერიოს ეს არის არამხატვრული ლიტერატურა მე დღეს მოვედი არამხატრულებით ბიძინა მაყაშვილის ბლუზი მტკვრის პირას ჯერ სათაური რა მაგარია აი სათაური აქვს საოცარი ეს არის ადამიანი რომელიც საბჭოთა დროიდან მოყოლებული არის ჟურნალისტი და ის წერს მუსიკაზე იმ იშვიათ ადამიანებს შორის შედის ქართულ ენაზე და ქართული მუსიკის შესახებ წიგნი რომ აქვს დაწერილი აი თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანებია სულ ეგეთი პოდკასტს უსმენდი ნიკოს პოდკასტი ადრე ქონდა მუსიკოსებთან რო ინტერვიუს ატარებდა ნიკო versus რაღაცა ეგრე ერქვა და ბიძინა მაყაშვილი და თორსტები კიდევ რამდენიმე ადამიანი ყავდა მოწვეული სტუმრად თორსტები ხადური არ მახსოვს მოკლედ რა შემეშალოს და იქ აი ნიკომ ეგეთი ისა რეკომენდაცია მოგცა რომ ეს წაიკითხეთ თუ გინდათ ესეთი სიამოვნება მე რო ამ წიგნისგან მივიღე ბოლოს არ მახსოვს არამხატრული თუ მხატრული ლიტერატურიდან რომ იმეღოს წიგნი გვიყვება ქართული მუსიკის 60-იანი წლებიდან მოყოლებული აი ჩარკვიანით დამთავრებული რა იქ არის რაღაცა პირველი აი ისეთი ადამიანები ვინც დაიწყეს რაღაც ანტისაბჭოთა პროტესტი მუსიკის გავლით და მოდის დღემდე რა იმდენად საინტერესოა და იმდენად უცნობი იყო ჩემთვის ეს ამბები რომ აბსოლუტურად აი არ ვიცი რა აი რო დავინახე სახში რომ მეთქი ეს უეჭველი ხა წამოვიღო რა ხო აი ძალიან მაგარი წიგნია მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას იდეალური აი ამაზე კაი სათაური შეუძლებელია რომ დაერქვა ამ წიგნისთვის მაგ წიგნს კეთხოვები თუ შეიძლება კი ბატონო
შემიჯერია. ხო. შემდეგი რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წიგნი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში არის ჯეიმს პენიმონ კუპერის ჯაშუში. ეს არის ამერიკის სამოქალაქო კერადა რევოლუციის პერიოდზე დაწერილი წიგნი არის. რატომაც ეგეთი ეპოქა დადგა, რომ 93 წელი ეს და ის შარლ მეცხრის მეფობის ამბავი ქრონიკა ერთ პერიოდში წავიკითხე, იმიტომ რომ მაინტერესებდა მაშინ და მომწონდა ეგენი რა. და ესეც ეგეთი ამბავი, ანუ ომი, ჩხუბი, ცხენზე ამხედრებული კაცები დარბიან ერთმანეთს თავს საჭირიან, კლავენ ერთმანეთს, შიგადაშიგ სასუყოვლო ამბები, ანუ უბრალოდ მართლა ლამაზი და სასიამოვნო საკითხავე რა. აი ვერ ვიტყვი რომ ეხლა რაღაცა მე ზოგადად ეგ ფრაზაც არ მიყვარს რომ წიგნი დავამთავრე და რაღაცა ალმაღლდიან რაღაცა სნეობრივი ჩვეულებები გამიუმჯობეს და რაღაცა. არა და ორი თვით წინ ბერჰარდმა ვერ შემძინა ის რა ქვია. ხომრობით ვიღაც. ხო და არ მიყვარს მე წიგნიდან ანუ წიგნიდან უბრალოდ უნდა ვისიამოვნო და ლამაზი ამბავი უნდა იყოს და უბრალოდ უნდა მომეწონოს რასაც ვკითხულობ რა და კუპერის ის ჯაშუშიც ეგეთი ამბავია. მართლა ძალიან კაი წიგნია, უწევ რეკომენდაციას. იდეაში ბენჰარდის გარდა ყველაფერს რაც ვთქვი, ყველაფერს უწევ რეკომენდაციას და იდეაში მე ლიტერატურას უწევ რეკომენდაციას. ძალიან არ მომეწონა. ვერ წარმოვიდგენ როგორ არ მომეწონა. აი ხალხო, წაიკითხეთ და იქნებ ის იყოს რა. არ გავაკეთე. ანუ დოსტოევსკის დემო ვერსია რო ხარ, როგორ უნდა მომეწონოს? ბიჭო, ის არის უხერხულია ცოტა. დოსტოევსკის დემო ვერსია, რავი, მე ვიღაცამ ახალბედამ წერალს რომ დაუძახო ხო, მაგრამ ახალბედამ წერალი არ არის. ხო და შესაბამისად მაგრამ მე ვინავა რომ მაგას არა გადაგივლიან. გადამიან. პრობლემა არ მაქვს. ჩავარ კიდე შემდეგი. მე კაი ეს იყოს მოდი. ეს წავიკითხე 1-2 კვირის წინ, მოკლედ საგანს გავდივარ, ეგეც წერის ხელოვნება ქვია და იქ მოგცა დავალება ჩვენმა ლექტორმა, რომ წადით რამე წაიკითხეთ და რეცენზია დაწერეთო. ხო და ავდექი და დათო ტურაშვილის ახალ გამოსული წიგნი შევისყიდე პარიზის ქართული სიზმრები ქვია ეგრე. მოკლედ პარიზში იყო წასული. იმის კამპუს ფრანსის იმით რა ქვია, ხო, გაუშვეს და წიგნი არის იმის შესახებ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც რამენაირად საფრანგეთს დაუკავშირდნენ და იმ ფრანგების შესახებ, რომლებიც ქართველებს დაუკავშირდნენ. რატო არის კაი? პირველ რიგში, აი ესეთი თავებისგან, ანუ მაქსიმუმ რო ორი გვერდი ეგეთი თავებისგან შედგება, ანუ ადვილი წასაკითხე, რაღაც ავტობუსში წაიკითხა, დაკეცავ, მე გაგრძელებ კითხვას, ის არ არის რომ აი რომ უნდა ჩაიძირო და რაღაცა, რა ხო ხდება, ანუ ცხოვრების ჩქარ რიტმს ერგება. ერთი ეგ, მეორე საინტერესოა ძალიან, იმიტომ რომ არა გვაქვს ახლა ხშირად კი არა, ბევრი ეგეთი სახის ლიტერატურა, რომ მით უმეტეს დღეს, რომ აი რაღაცა გვაჩვენებდნენ კავშირს ევროპულ კულტურასთან ჩვენი ქვეყნის. და პლუს ახლა საფრანგეთთან ძალიან ახლო, ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ისტორიიდან, რომელიც საფრანგეთს დაუკავშირდა ნებით თუ უნებლიეთ. და შესაბამისად, მათ შესახებ რომ გვიყვება ადამიანი ძალიან სასიამოვნოა. აი მაგალითად ბოლოს აქ იმაზე რა ქვია, ბენია ჩხიკვიშვილზე, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტზე დაწერილი და სნობი კი არა ისავა რა ქვია, მიკუთვნებულობა მაქვს წარმომავლობითი. და აი მოკლედ აღწერს იმას რა ქვია, 24 წლის აჯანყება რო ჩაიშალა, ბენია რო წავიდა და მე იქ რო ვერ გაუძლო და მე რო ჩამოვიდა და აქედან რო გადაასახლეს და აი ბოლოს დახვრეტა მიუსაჯეს, არ ვიცით საფლავის სად არის და ეგრე ამთავრებს წიგნს რა. ვიცით მხოლოდ ის, რომ დახვრეტის წინ თეთრი პერანგის მორღვეულ საყელოზე სისხლით წააწერა 3 სიტყვა და ითხოვა ეს საყელო საქართველოში გაეგზავნათ. საყელოზე ეწერა ის, რისთვისაც იცოცხლა და რისთვისაც მოკვდა ბენია ჩხიკვიშვილი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. აი ეს რო წავიკითხე და ესე რო დავხურე და დავდე და ოიჯექი 1-10 წუთი და მაჟრიალებდა. ძალიან აი დღეს უნდა დაწერილიყო ეს წიგნი და მით უმეტეს ისა, სხვადასხვა ინგლისურად ქვია ესა. ინგლისურად ქვია The Georgian Dreams of Paris. და ძალიან ირონიულია ეგ სახელი რო აქვს ინგლისურად და წიგნი რომ მოგვითხრობს იმაზე ევროპასთან როგორ დაკავშირებული და ფრანგები და ჩვენ და რაღაც. მოკლედ აი რო გადაყვაპავ წიგნს და გემრიელად წაიკითხავ ეგეთ წიგნია და გაუწევდი რეკომენდაციას აუცილებლად. ვა, ძალიან მომეწონა. სისხლით რო დააწერ საყელოზე რა. სად უნდა იყო და რა საერთოდ რა ცხოვრება უნდა ქონდეს არ მოიგინე. ხელა კაცი უნდა იყო. ფეხი ამტკივდა და იმაზე ვწუძუნე პოდკასტს ვერ წერ მეთქი და კაცი დასახვრეტად მომზადებული სისხლით აწერ საყელოზე. ძალიან კაი. რავი, ეგეთი ერი ვართ ხალხო. აი ეს Facebook-ზე გავარდება. სხვაჯერს არა. არა, ის ხუთუნია შარვაში ხავდა. ის იმიტომ რომ ის იყო პატრიოტული სულისკვეთება. ეს ეხა უნდა გავარდეს ახლა. ეს არის. ისმენ თამა. ეს არის
William Somerset მოემის მოთხრობები ოღონდ ინგლისურად და ქართულად აქედან ბევრი არაფერია ნათარგმნი. მოკლედ. ცოდვა გამჟღავნებული ჯობია თუ როგორ არის, ჩემი ალბათ ფავორიტი ყოველ სუბიექტურად, აი ბოლომდე სუბიექტურად. ჩემი ფავორიტი მწერალი არის მოემი. იმიტომ რომ იშვიათია კაცის ესე მესმოდეს რა. კარგი თქვია. ხო, ძალიან მიყვარს მოემი და სხვა მწერლები ბევრად უფრო დიდები მგონიან, თუნდაც ფოლკნერი, თუნდაც კორტასარი, თუნდაც თომას ულფიანი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მგონია რომ აქვს, მაგრამ აი მოემს რო ენა აქვს, მოემს რო პერსონაჟები ყავს, მოემს რო სილამაზე აქვს თავისი და დარტყმა აქვს და ორი წიგნი მაქვს იდეაში და ბარემ ერთად მივიდებ. ეს არის სიგიჟე ერთი ღამისა და აქ არის ქართულად რამდენიმე მოთხრობა, ერთი მოთხრობა არის წვიმა და კიდე რაღაცები რამავე მნიშვნელობა რა. ეს ალბათ ახალი გამოცემა იქნება თუ ბუკინისტებში უნდა ვეძებოთ? ეს ბუკინისტებში უნდა ეძებოთ. მოემი ახალი გამოცემით მარტო თეატრი გვაქვს, მაგრამ თეატრსაც უწევ რეკომენდაციას, ეგ ძალიან სასწაულით. აი. აქ მოთხრობების კრებულია, ეს მოთხრობების კრებული არის აი როგორ რაღაცა იცი ყოველ შემოდის ცხოვრებაში ცუდ ხასიათზე ვარ და რაღაცა მნიშვნელოვნად ცუდი ხდება ჩემი ირგვლივ ამ წიგს ვიღებ რაღაცა ჯიბეში ვიდებ ასე გულის ყოველ ჩემ ყველა დასასმელს ისეთი რაღაცა აქვს რომ აი ესე მეტევა ყოველთვის მისეისა ვასიკო გაჯერდეს ვერ კითხებიან როგორი გემოვნება გაქვთ დასასმელში რომ დიდი ჯიბეები მე ვარ ეგრე რომ დიდი ჯიბები უნდა კონდეს დასასმელს თორე არ ვიყიდ ხო და ეს დამაქლმე ეგრე რა აქ არის ერთ მოთხრობას ვიტყვი განსაკუთრებით წითელი ქვია ქართულად მწითური არის თუ სწორად ახსოვს ეგრეთ არის დაჟე მაგის თარგმნა მე თვითონ ვცადე და არ გამომევიდა მოემი ვერ თარგმნე სამწუხაროდ ხო და ძალიან კაი მოთხრობა იქ არის ამბავი თუ მოკლედ კაცი უყვარდება ქალი მაგათ ტომშია სადღაც კუნძულზე რა შეუყვარდება ქალი და დაქორწინდება ამ ქალზე მე მოიტაცებენ ისინი მეკობრები ამ კაცს და წლების მერე კაცს და წლების მერე ბრუნდება სახში და დახვდება თავისი ცოლი გათხოვილი ბედური ძალიან გაუბედურებული ეს კაცი დაჟე გასუქებული არის ძალიან ისეთი ათლეტური გასუქებული აი ხო ოღონდ მაინც ვერ იტყვი მაგ კაცზე გავწეხის სიტყვა გავწეხის რა ძალიან გაუბედურებულია და ამბავი სრულდება ეგრე რა რომ ის ახალი ქმარი ამ კაცს რეალურად უყვება თავისი ცოლის ყოფილი ქმრის ანუ მწითურის ამბავს რომ ჩემ ცოლს უყვარდა კაცი რომელიც მოიტაცეს პირატებმა რა და იმ კაცს ერქვა მწითური და ეს კაცი ამ ამბის მოსმენას რომ დაამთავრებს ადგება და ეუნება მე ესა და ეს მქვია მაგრამ მწითურსაც მეძახია რომ და ეს ქმარი გაგიჟდება და თავის ოღონდ გაგიჟდება რა გაგები თავის ცოლს გაუტრიალდება და ეუნება ეგეთ რაღაცას რომ მე უნდა წავიდე ინგლისში და არ ვიცი როდის დაბრუნდები არასდროს დაბრუნდები ძალიან კაი მოთხრობა. ძალიან. ქართულად არის. ოღონდ ფიზიკურად სად არის არ ვიცი. ხო, ფიზიკურად სად არის არ ვიცი, მაგრამ სკრიპტზე ვიპოვე. სკრიპტზე ბევრ PDF-ს ვიპოვით რო რამე, მაგრამ ამის PDF-ი თუ ვერ იპოვეთ, Instagram-ზე მოიწერეთ და შემიძლია ჩაგიგდოთ. პრობლემა არ არის. კი ბატონო. ამაზე გიბწყინავდა თვალები ძალიან და ესე იგი მე მგონი ყველაზე მეტად ეგ. ერთი ეს მოთხრობა მაგერთი 10 ჯერ წაგიტყული. ხო? ოუф, რა სლაბარაკო, ძალიან მიყვარს. და თარგმნობ სად მეთქი, არ გამომივიდა უბრალოდ. ხო, მე რაღაც კიდეც ადე. კიდევს კაი, მე ის მქონდა რა ქვია, ბევრს აინტერესებდა, აი ლიტერატურას რო კითხულობო, ინტერპრეტაციებისთვისო რა გეხმარებაო რა, ანუ ესე გავიკითხულობ, მაგრამ აი მაგალითად კამიუზე რო გქონდა ის, აი ზღვაზე და მზეზე რო თქვი და ეგეთ რაღაცეებსო როგორ მიხვედითო, რომ აი ეგეთი აზრები ჩამოგიყალიბდეთო რა და ჩემი აზრით მაგისთვის არის არამხატვრული ლიტერატურაც აუცილებელი. ეხლა ყველაფერი არამხატვრული მაქვს, მაგრამ მოკლედ ეს არის მე-20 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის და სოციოლოგის მიშელ ფუკოს კიდე ფრანგი მაქვს. მიშელ ფუკოს გამოსვლა კოლოკვიუმზე, ანუ იმის შეკრებაზე რა ქვია, ინტელექტუალების შეკრებაზე და წარსდგა მოხსენებით, რომელსაც ქვია ნიცშე, ფროიდი, მარქსი, თანამედროვე ჰერმენევტიკის სათავეებთან. და აქ ხსნის, რომ თანამედროვე ევროპული აზროვნება და ინტერპრეტაცია არის დაფუძნებული ამ სამ ავტორზე, ნიცშეზე, ფროიდზე და მარქსზე. ანუ ის იყო მემარცხენე იყო და მარქსი ძალიან ის იყო მაშინ, მაგრამ არა, ნიცშეს და ფროიდიც. ანუ სამ მიმართულებას აყალიბებს, არა მარქსიც ის არის, კაცო, ანგარიშგასაწევია ეხლა ჩვენ არ გვევასება, მაგრამ მაინც ერთი ცალკე ხაზი არის. ნიცშეს მიმართულება, ფროიდის მიმართულება, მარქსის მიმართულება და ის ამბობს, რომ ნებისმიერი ტექსტი ევროპულ ლიტერატურაში მე-20 საუკუნეში ამ სამი ავტორის ბაზაზია შექმნილიო. ანუ აი თუ დაუშვათ ის არის აღარ გამოიცემა გამომცემლობა კარპე დiem არის ეგეთი და მე ბუკინისტებში ვნახე და
ხო, რავი, თუ ვინმეს ძალიან მოგინდებათ, გათხოვებთ, მაგრამ დამებრუნოთ უნდა აუცილებლად. ხო და ანუ რატო არის მნიშვნელოვანი რა? კომუნიკაციის ის აქვს არგუმენტი. ხო და რატო არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ის რომ ქართულად რო ითარგმნა ძალიან მაგარია. მეორე რიგში ის რომ აი ინტერპრეტაციებში გვეხმარება, აი რაღაცა ტექსტს რო კითხულობ, ეს შეგიძლია მოიშველიო და აი აბა იმ სამი ავტორიდან რომელზე დაჯდება, ეხა ეს ინტერპრეტაცია. აი კამიუსთან იყო რომ მაგალითად ფროიდის მიმართულება იყო, რაღაცა დედამისთან ურთიერთობა, იქ ძაღლი გაქრა და დაგაქრა და ეგრე. მარქსი იყო რომ სოციალური მიმართულება, აი კლასები რაღაცა ეგ ყველაზე მშრალია და ნიცშე არის ეხა ძალიან გასული და ასტრალი, ხო? რაღაცა ღმერთი და ის და უღმერთო ღმერთი მოკვდა რაღაც. უნარ ანუ დავიწროებული არ აქვს ნიცშე ღმერთი მოკვდას ფრაზამდე და მაგიტოა კაი რა, ხო? იმიტომ რომ ხო, მაგიტოა კაი. მოკლედ ხო, ამ მიმართულებით თუ ვინმეს გაინტერესებთ, სასიამოვნო საკითხავი არ არის, მაგრამ ხო, რა ვიცი გვერდია სულ რა, მნიშვნელოვანი. ეგ არის და ეგ. მაშინ ინტერპრეტაციის ნაწილზეც მეც ჩემ იმას ვეთქვი გავზიარებ. ხო არის რაღაცა არამხატვრული ტექსტები, რომლებიც მნიშვნელოვანია და საფუძველს გიქმნის ინტერპრეტაციების, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, რასაც მე წავაწყდი ინტერპრეტაციების მოფიქრებისას, იყო ასოციაციები რა. ანუ ასოციაციების ხაზით უნდა გავხდე უბრალოდ, რაც უფრო მეტი ამბავი გაქვს წაკითხული, უფრო შეგიძლია ეს ამბები დააკავშირო ერთმანეთთან და მე საერთო სურათი დახატო რა. ამიტომაც, რავი, იკითხეთ და ინტერპრეტაციები მე მარტივია რა. და წიგნი რომელიც ახლა მინდა, ვერ ვირჩევ რომელიც თქვა მოიძებნა. კაი მაგერისას. ტონი მორისონის სულა. ეს წიგნი დავიწყე წინა წელს, მაგრამ წინა წელს აღარ წავიკითხე რატომღაც და წელს დავამთავრე რა. არ დავამთავრე, იმიტომ რომ ჩემი რგული უკითხულობდა ყველა ამ წიგნს მაგ პერიოდში, როდესაც მეც დავიწყე ამის კითხვა და ძალიან ის მომენტი მქონდა, რომ მე ვთქვი, კაი, მოდი მერე წავიკითხავ რა, ეხა შევშვები და თან მერე გული ამიცრუვდა და ეხა რო წავიკითხე, ერთი თვეც არა, ორი კვირა არას მოგჩი ალბათ რა. აი გირს ვკავდი. ანუ პირველ რიგში მე ვთქვი, ქალმწერლებს აქამდე როგორ არ ვკითხულობდი, ნამუსისად მაქვს. ძალიან ანუ ქალი მწერალია ტონი მორისონი და ძალიან მაგრა წერია. ამერიკელი ნობელიატი. ხო, ნობელიატია. ბიჭო, რანაირად თქვა ის? გთხოვ რომ ისე ფორმაში გადმოცე რომ ხო, კომენტარებში კაცი ვერასდროს მოახერხებს ქალის ბუნებაზე ესე დაწერს. ეგ ძალიან ცხადია და ძალიან ბუნებრივია. მაგის თქმა პოლიტკორექტულობა არ ჭირდება. მაგრამ მეორე ამბავი ისაა, რომ წავიკითხე და მაინც ვერაფერი გავიგე. საერთოდ ვერაფერი გავიგე. ქალის ბუნებაზე? ხო, ვერაფერი ვერ გავიგე. აი ხა ერთი წიგნით თუ ქალის ბუნებაზე გინდა იმ შენ რამხელა წარმოგიდგენდი? ბიჭო, ამ წიგნში ვერ გავიგე მეთქი ვერაფერი, ქალის ბუნება რა შუაში, აი იმ წიგნში ვერაფერი ვერ გავიგე. ხო და ეგ არის აბა მანდას გაიგებდი. აი ეს დაშტერებული ვიჯექი რა. ძალიან კაი წიგნია, ამას ვუწევ რეკომენდაციას. ოღონდ არის შიგადაშიგ რაღაც სცენები, რომლებიც თუ ესთეტიურად სულად მოგხვდათ, მე არ დამამრავოთ, მე რატომ მირჩია წავიკითხე. ხო. არა უშავს რომ საგაბრალო ნახე. კაი, მორჩით დავიწყო ჩემი? კაი. ესე იგი, ეს არის აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერება, რომელიც დოჩანაშვილში ვახსენეთ და დაიდება ან აქამდე ან ამის მერე. მე მგონი მერე, ხო. მოკლედ, ეს არის წიგნი. ბუკინისტებში ვიყიდე და აწერია ეგნატე 1991 წელი თებერვალი. ხო და საინტერესო მიყვარს ეგეთი მინაწერები რო აქ. მოკლედ, ეხლა რაზე არის ეს წიგნი? ეს წიგნი მოგვითხრობს საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტია დაარსების დღიდან მოყოლებული, ანუ საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდან მოყოლებული, როგორ ითვინიერებდა მწერლობას, კონკრეტულად კი ქართულ მწერლობას. და არის უამრავი მაგალითი მოყვანილი, არის ლიტერატურული განხილვები, ანუ უშუალო ტექსტში ჩადის, სიღრმეში ჩადის, ან ავტორის ცხოვრებებსაც განიხილავს, იქ ვიღაცეები რო წერდნენ რაღაცა ბამბა მოუკრიფოთ და ლექსებს რო წერდნენ მაგაზე და არის ცნობილ რომანებში, საბჭოთა დროს დაწერილ რომანებში, ჩვენთვის საყვარელი მწერლის რომანებში, ისეთი მინიშნებები, ისეთი მიგნებები, რომლებიც პირდაპირ გაგიყვანს საბჭოთა რაღაცა საბჭოთა კავშირს რომ ეამებოდა ისეთი ინტერპრეტაციები და მოკლედ ჩემი აზრით დღეს არამხატვრულ ლიტერატურაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი საქართველოში. ოკეი. აი ეგრე ვიტყოდი, კიდე აპირებდა დაწერას როგორ, ანუ მეორე მხრიდან, როგორ ებრძოდა, რა ღირსებები ჰქონდა ქართულ ლიტერატურას, მაგრამ ვერ მოასწრო სამწუხაროდ. თუმცა ეს ძალიან ძვირფასი წიგნი დაგვიტოვა. ხო, პრეზენტაცია მქონდა ამაზე, იმაში პოლიტიკურ იდეოლოგიებში, იმაში რა ქვია, კომუნიზმი რო გავიარეთ, როგორ იმაშვებოდა ლენინიდან დაიწყო მოკლედ ეს
ჭირი და უბედურება, რაც ქართულ ლიტერატურას დამართა იმ 70 წლიანმა გამოცდილებამ და ხო, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. მოკლედ. აი ხავ ზივარ აქ და მე არ მხატვრულ რაღაცებს უფრო ნაკლებად ვკითხულობ. ხო, მაგიტო შევეცადე რომ შენ დაგიბალანსე ვინ არ მხატვრული, ხო, ბოლოს არ მხატვრული რა წავიკითხე არ მახსოვს. მაგრამ თაგობსა და ადამიანებზე მაქვს 100 გვერდიანი სადოქტორო წაკითხული. ხო, მაგრამ ისე არა. არ მხატვრული ნაწარმოებია და გამოსტერი. გარჩევა ანუ მაგისო. ხო. ხო, ბიჭო, ეხლა რო ვზივარ აქ და ვიხსენებ, რომ 2025 წელს რა წავიკითხე რა, რაც მოვიტანე კი, მაგრამ თან ხოში გადაში მახსენდება კიდე რა წავიკითხე. აუ რა. დაგჭა რაღაცები? ვაიმე, დამჭა, აუ არა, ძალიან კაი წელი მქონდა ლიტერატურული თვალსაჩინო, ძალიან კაი რაღაცები წავიკითხე. და ან დავხურავ მე ჩემ წაკითხულებს და დავხურავ ანა კორძაია სამადაშვილის ზინკა ადამიანით. ახლახანს დავამთავრე სხვა შორის ამ წელიც ამ წიგნით დავხურა ეგრე გამოდის მე ვერაფერს წაკითხავს ვერ მოვასწრებ. ხო და არ ვიცი გენიალური გამოცდილება იყო ამ წიგნის წაკითხვა რა. ჯერ როგორი ენა აქ ანუ რაღაცა აი წიგნის კითხვისას წარმოდგენა მქონდა რომ იმ დინარეში ვიყავი შეგდებული და უბრალოდ დინებას მივყვებოდი რა და აი დინებას რომ მიყვევი და ის თავს რო რაღაც მომენტში ამოყოფ და რაღაც ამბავს გესვრის ვიღაცა. ისევ ჩაყვინთავ. ამოყოფ და ამბავს გესვრის ვიღაცა. რაღაც მომენტში ცოტა ზედმეტი ხანი მოგიწევს ჩაყვინთვა და შეიძლება გაიგულო. მაგრამ მაინც ამოყოფ თავს და მაინც კიდევ ერთი კაი ამბავი მოხდება თავში და აი ეს იყო ჩემთვის ზინკა ადამიანი. გენიალური ნაწარმოებია და რავი, რეკომენდაციას არ გავუწევ, იმიტომ რომ გეითქიფერობ. ხუმრობ ხალხო წაიკითხეთ აუცილებლად, იმიტომ რომ რავი, 21 საუკუნეში ესეთი რაღაცეები თუ კიდე იწერება არ ვიცი, ესე იგი გადავრჩებით რა. აუცილებლად ლიტერატურული სამყარო აუცილებლად გადარჩება, ესეთი რაღაცები თუ კიდე იწერება. და კიდე ოღონდ წიგნის დევს აქ, ეგეც 21 საუკუნეა. ეს არ წამიკითხავს უბრალოდ იმიტომ წამოვიდა რომ მე ლამაზება და თან იმის თქმა მინდოდა რომ შემდეგი წლის გახსნას ოღონდ ვაპირებ. სამი ქალი მწერალი მივაყოლე ზედიზედ. ძალიან ბედნიერია. ხო და ესეთი წიგნი თუ იწერება გოშველა. ხო. ძალიან კაი. აი, ბევრი შეგვეძლო კიდე გველაპარაკა, მაგრამ ეხა 7 საათიან ვიდეოს. დავიკითხეთ. არა, მაგიტო არა, ლაპარაკი გვიყვარს თორე ეხა ბევრი არ წაგვიკითხია. იმედია რომ რაღაცა ისეთი წიგნების წაკითხვას გადაგაწყვეტინებთ, ცოტა ქედმაღლურად არ ჩაგვითვალოთ ოღონდ. და გისურვებთ კარგ ლიტერატურული გაგებით ნაყოფიერ წელიწადს. გამოგვიწერეთ ხალხო არხი 1000 subscribers უნდა ავიდეთ სამთში. და ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის. ცხენის წელი მოდის კი. რაღაცა და ირონიულია. სიმბოლურია ჩვენ 10000 subscriber-ზე ავალთ აუცილებლად. კაი ხუმრობ ხალხო. 1000 subscriber-ზე ავიდეთ. კარგად და მომავალ შეხვედრამდე.